ეს არის პირველები 6-ზე და გიყვებით ახალ ამბებს. ოფშორების კანონის შემდეგ ოქროს ჰაბის ინიციატივა. ერთ კაცზე მორგებული კანონმდებლობა. ვინც ქვეყანაში ოქროს ზოდებს შემოიტანს, გადასახადებისგან თავისუფლდება. ვისთვის იღებენ ახალ კანონს და რამდენი ადამიანია საქართველოში, ვისაც კილოგრამობით ოქროს შემოტანა შეუძლია. ბიძინა ივანიშვილი ქონებას სავარაუდოდ ოქროთი ანაცვლებს, რომ სანქციების ამოქმედების შემდეგ დიდი ფული არ დაკარგოს. ოქროს ზოდების ბუმი საქართველოში ლიკა ჯანყარაშვილი სპეციალურად რვიანისთვის მუშაობს ამ თემაზე და ის აგრძელებს საუბარს პირდაპირ ეთერში. ოქროს ზოდები დღეს-დღესგან გათავისუფლდება 2026 წლიდან და საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილებები არის უკვე შეტანილი და ასახული. ფინანსთა სამინისტრომ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ საქართველოს უნდა იქცეს ოქროს ჰაბად და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს კანონში ცვლილებების შეტანა. ჩნდება კითხვა, რატომ გაახსენდა ქართულ ოცნებას ახლა, რომ დღეს გადასახადი უნდა მოხსნას ოქროს ზოდებზე და ვინ არის ქვეყანაში ისეთი, ვისაც ოქროს შემოტანა უნდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ნიშანია იმის, რომ ეს არის იგივე გზა, რომელიც გაიარა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონმა, რომელსაც თითქოს ქვეყანაში უნდა შემოეტანა კაპიტალი, თუმცა რეალურად გამოიყენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და იგივესელიან ოქროს ზოდების შესახებაც. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს არის ცვლილება, რომელიც სანქციების შიშის ფონზე სჭირდება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის გარშემო შემოკრებილ elitას, რომ იმ შემთხვევაში თუ ანგარიშები სანქციების შემდეგ დაუყადაღდება, ოქრო მაინც ჰქონდეს უსაფრთხოდ. წრე არის ძალიან ვიწრო. საქართველოში შეიძლება 1000 ადამიანი იყოს საერთო ჯამში, ვინც პირობითად კილოიან ოქროში ფიქრობდეს ინვესტირებას თანხების. ამიტომ გონია, რომ ეს არის ძალიან ექსკლუზიური სქემა და მე ვფიქრობ, რომ მორგებული არის, ანუ უკვე ყველა ვინც უნდა ამით ისარგებლოს, არის ცნობილი ქართული ოცნებისთვის. ეს იწყება ჩემი აზრით ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარეτη ბიძინა ივანიშვილით, მაგრამ არა მგონია ცელდებოდეს მხოლოდ მასზე. დღეს ძალიან ბევრი მსხვილი ბიზნესი ფიქრობს მოხდება თუ არა მისი დასანქცირება, შესაბამისად ეძებს გზებს როგორ გადაიზღვიოს ეს რისკი და ასეთ გზად როგორ ჩანს დაინახა ოქროში თანხების ჩადება, შეიძლება ამ უკანასკნელმა მოვლენებმა ზოდების აღმოჩენამ მაღალ ჩინოსნებში მიცა ამის სიგნალი და შესაბამისად ქართული ოცნება აი ამ ჭყალებში პარლამენტის სახით ეხმარება მას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნაკლები თანხის გადახდა მოუწიოს ასეთ დროს. ივანიშვილის გუნდის წევრებს დღეს ვკითხეთ, სწორედ მათი პარტიის დამფუძნებლისთვის ხომ არ სჭირდებათ ცვლილებები ოქროს ზოდების შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარი გადასახადების ზედმეტი ხარჯის გარეშე მოახერხოს საქართველოში ოქროს ზოდების შემოტანა და სანქციებისგან ასე მაინც ნაწილობრივ დაიცვას თავი. ოცნების წევრები ტრადიციულად დუმილის რეჟიმში იმყოფებიან და არ ამბობენ თუ რა мотиваცია ჰქონდათ კანონში ცვლილებებზე მხარდაჭერისას. ვის შეიძლება ოქროს ზოდები შემოქონდეს ქვეყანაში, აი თქვენაირი მდიდარი ადამიანების გარდა და თქვენ შემოგაქვთ თუ ბატონო არ ვაპირებ. ივანიშვილისთვის გაკეთა ეს კანონი ბატონო ილია? ოქროს ზოდების შემოტანისთვის რო ფული არ გადაიქცა. გაგჭირდეს შემოტანა. მე ვერ შემოვიტან ოქროს ზოდებს და ვისაც შემოგაქვთ იმათ დაგჭირდათ ეს კანონი. არა დროსაც შემომიტანე. ეს კანონი ვისთვის შემოგანით ახლა ოფშორების კანონს გვაქვს და ეთყობა ბიძინა ივანიშვილს უნდა ოქროს ზოდების შემოტანა ქვეყანაში. ხილად მოიქეცით. თუ გაჩერდებით არ წავიქცეთ. ხილად მოიქეცით და არ წაიქცეთ. ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობასაც უფრთხილდებით როგორც ჩანს და ეს ოქროს ზოდები რომ შემოიტანოს ივანიშვილისთვის გააკეთეთ ეს კანონი? ბატონო გიორგი, გვიპასუხეთ თუ შეიძლება? თქვენ ხომ არ შემოგაქვთ ოქროს ზოდები ქვეყანაში, ან ვის შემოაქვს ეხლა რომ კანონს მხარი დაუჭირეთ? ვისთვის არის ეს კანონი? თქვენთვის. მე ვერ შემოვიტან ოქროს ზოდებს და ბიძინა ივანიშვილს შემოაქვს ოქროს ზოდები? კარგი. ივანიშვილის გარდა ვინ წარმოგიდგენიათ კიდე რომ ოქროს ზოდები შემოიტანოს? მითხარით. თქვენ. ივანიშვილის გარდა ვინ წარმოგიდგენიათ რომ შეიძლება ქვეყანაში ოქროს ზოდები შემოიტანოს?
გაცნობთ ეგეთ ადამიანს? ან ადამიანებს? ივანიშვილისთვის დაუჭერეთ მხარი ამ ახალ კანონს ოქროს ზოდებთან დაკავშირებით? ყველა კანონს საქართველოს უჭერთ ხაზს თითოეულ ჯგუფს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უკვე ასახულია და 2026 წლიდან ვინც ოქროს შემოიტანს საქართველოში, მას აღარ მოუწევს ბიუჯეტში ფულის შემოტანა და გადასახადების გადახდა. ეკონომიკურ წრეებში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ერთი კაცის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება. ეს იყო ლიკა ჯანყარაშვილი, ნახეთ მისი რეპორტაჟი პირველებში 8-ზე. დაგვცინიან, ასე პასუხობს ხალხი ოცნებას, რომელმაც მოქალაქეებს უთხრა, რომ თავის გატანა თვიდან თვემდე 255 ლარით შესაძლებელია. სულ რომ დიეტაზე ვიყოთ, ამ ფულით მაინც ვერ ვიარსებებდით, უთხრეს ჩვენს რეპორტერს ქუჩაში. ეს ის ხალხია, ვისაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე თვიდან თვემდე არსებობისთვის ნამდვილი ბრძოლა უწევთ. ადამიანები ყოველ დღეს სულ უფრო და უფრო ნაკლებ პროდუქტს ყიდულობენ. ახალი საარსებო მინიმუმი დღეში 8 ლარი. სპეციალურად რუიანისთვის ამ ამბავზე ირაკლი ბახტაძე მუშაობს და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. საქსტატის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი დღეს ნამდვილად იქცა საზოგადოებაში განხილვის თემად. მოქალაქეების შეშფოთებულები არიან და ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ ციფრები, რომლებიც დღეს ოფიციალურ დოკუმენტებში იკითხება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასი ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად ის რიცხვები, რა რიცხვებზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. საქსტატის მიერ ოფიციალური დოკუმენტებში იკითხება, რომ 255 ლარი არის საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქე თვიდან თვემდე გამოიკვებოს და ამ დოკუმენტში ასევე წერია ის, რომ 300 გრამი ბრინჯი, 300 გრამი ძეხვი და 600 გრამი ლობიო საკმარისია იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიძინოს და თვის განმავლობაში სწორედ ეს მცირე პროდუქტები იყიდოს. ჩვენ დღეს რასაკვირველია მოქალაქეებს კითხეთ, თუ რამდენად შესაძლებელი იყო 255 ლარად თვიდან თვემდე მცხოვრება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს რიცხვები არის დაცინვა მათთვის, რადგან ეს თანხა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თვიდან თვემდე უბრალოდ იარსება. 255 ლარი გეყოფათ თვიდან თვემდე? არა, რაბე როგორ მეყოფა, რა პენსია მაქვს ის არ ამყოფნის და 255 როგორ მეყოფა. ხორცი გინახავს ასეთი ფასიანი, ასეთი სიძვე სიცოცხლეში არ მინახავს ზედა. და მე როგორ მეყოფა? 255 ლარი არისო საკმარისიო ამბობენ და ზაპარი. არ ყოფ, კარგი ყოფათ? ზაპარი. თვითონ 16,000-ია ხელფასი. ჩვენ რა გვაქვს? პენსია. მაგის თქმელმა თვითონ ჯერ გაშინჯოს და ისე გაიგოს ეს მონაცემები, რომ ხალხს თვალს ვიხვევენ. 300 გრამი ბრინჯი, 300 გრამი ძეხვი და 600 გრამი ლობიო. ვიცი, ხა დიეტაზე თუ არიან ვერ გეტყვით. ჯანმრთელი ადამიანი ახლა ელემენტარულად თევზი გინდა, ხორცი გინდა, ხილის გარეშე როგორ იქნება ადამიანი, არ ვიცი. საკმარისია თუ არა 255 ლარი ქართული ოცნების დეპუტატებისთვის. ჩვენ დღეს ეს კითხვა იმ ჩინოვნიკებს დაუსვით, რომლებიც უკვე წლებია ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. რა პასუხი აქვთ მათ და რას ამბობს ხალხი? ჩვენ ამ წუთებში მუშაობთ იმისათვის, რომ ზუსტად 8 საათზე მოგიყვეთ, თუ როგორია ქართული ოცნების პოზიცია და რას პასუხობენ მოქალაქეები მათ. მადლობა, ირაკლი ბახტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროსაბჭოს შემდეგ დამნაშავების დასჯას ნაწამები ხალხი ითხოვს. ადამიანები, ვისაც ერთი წლის წინ ქუჩაში უმოწყალოდ გაუსწორდნენ, სამართალს ამ დრომდე ელოდებიან. უმრავლესობის შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა. ვიზეც დაიწყო, მათი საქმეებიც ჯერ ისევ თაროზეა შემოდებული. ახლა საინტერესოა, რას იზამს პროკურატურა. გვარაკიძის უწყებას მოწოლადების დასჯისკენ მოუწოდებს ევროსაბჭო და რადგან საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, სტრასბურგის მოთხოვნების შესრულება არის სავალდებულო. წერილები პროკურორ გვარაკიძეს რუიანისთვის ამ თემაზე ნინო ღვედაშვილი მუშაობს და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმით. არაერთი მოქალაქეა, რომელიც აღმოჩნდა სპეცრაზმელების სამიზნე და სასტიკად ნაცემები იყვნენ სწორედ დეკემბერში, რომელთა საქმეებზეც დაიწყო გამოძიება და ამ დრომდე მათი თქმით რეალურად თაროზე არის შემოდებული, რადგან მათივე შეფასებით თვეები დასჭირდა დაზარალებული სტატუსის მიღება, საქმეებზე წვდომას და მაგალითად იდენტიფიცირებული არ არის არც ლაზარე მაღლაკელიძის საქმის შემთხვევაში ის სამართალდამცავებს
ადამიანები, რომლებმაც მასზე იძალადეს არა და არსებობს კადრები, როდესაც ჩანს და სადაც ჩანს მისი დაკავება, სადაც კარგად ჩანს, რომ მას დაზიანებები არ აქვს მიყენებული სახის არეში, თუმცა მას შემდეგ რაც უკვე რესპუბლიკის მოედანზე დაკავების მანქანაში ხვდება, მასზე იწყება ძალადობა, თუმცა ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ, რაც ერთხელ გამოიკითხა, მასთან კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ, არ წაუღიათ არც მისი ტანის სამოცი ექსპერტიზაზე, რადგან საკმაოდ გვიან მოხდა მისი გამოკითხვაც, შესაბამისად ცვლის, რომ ჯერ არც იმედი და მოლოდინი არ აქვს, რომ მის საქმეზე ვინმე დაისჯება, რადგან თვლის და დარწმუნებულია, რომ ეს ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ იყო თავად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული. ამ მომენტისათვის რეალურად ამ საქმეზე არანაირი პროგრესი არ არსებობს, არც დამნაშავე არავინ არ გამოკვეთილა და ჩემი ვარაუდით არც არაფერი არ გამოიკვეთება, იმიტომ რომ ეს ჩემი პერსპექტივიდან ძალიან ცხადად სისტემური დანაშაული იყო, ძალიან პარადოქსულია, რომ დამნაშავე სისტემამ საკუთარი თავი გამოიძიოს, რომელმაც დასაწყისშივე ისე აწყო ეს სისტემა და დანაშაული, რომ მისი გამოძიება არ მომხდარიყო. ვიყავი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში, სადაც მოხდა ჩემი ჩვენების ჩაწერა და ამის შემდეგ აღიძრა საქმე, თუმცა ამის მერე რეალურად ამ საქმეზე არანაირი პროგრესი არ ყოფილა საერთოდ. ამ შემთხვევაში ყველა დაზარალებულის მთავარი მოთხოვნაც არის უცვლელი დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველას მიზანია, რომ საქმეზე რეალური პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირების, ვინც გასცა ბრძანება მოქალაქეების წამების დასჯის და თვლიან, რომ ეს საქმეები დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად უნდა გაიყვეს. პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი საუბრობდა. გოგა მემანიშვილმა საჯარო დაგვიმტკიცოს, რომ წერა-კითხვა იცის. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტივისტების ახალი განცხადება შევიდა. ევროპული მომავლის მცველები მკაფიოდ განმარტავენ, როდის, სად და დაახლოებით რამდენი ადამიანი გამართავს აქციას. ასევე ჩამოთვლილია ის მიზეზებიც, რის გამოც უკვე 1 წელია ხალხი ქუჩაში დგას. რატომ გახდა კიდევ ერთი განცხადების დაწერა საჭირო? ხატია სამხარაძე მუშაობს ამ თემაზე და ის აგრძელებს საუბარს პირდაპირ ეთერში. გუშინ გამართული დიალოგიდან გამომდინარე სამოქალაქო აქტივისტებს ეჭვი შეეპარათ, იცის თუ არა გოგა მემანიშვილმა და ზოგადად მისმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა წერა-კითხვა, ამიტომ კიდევ ერთი პუნქტი და წინადადება ჩაემატა მათ განცხადებას, რომ მემანიშვილმა დაამტკიცოს, იცის თუ არა წერა-კითხვა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დღესაც მომდევნო დღეებისა და პერიოდის განმავლობაში ემზადებიან უწყვეტი პროტესტისათვის, ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი განებებას არ აპირებს და მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს პროტესტი 1 წელია უკვე არსებობს და მანამ გაგრძელდება, სანამ გამარჯვებას არ იზეიმებენ. ბატონი გოგა მემანიშვილი გაბრძანებული იყო პარლამენტთან. განაცხადა, რომ მას არ აწყობს ის ადგილი, რომელიც აქციის მონაწილეებმა შეარჩიეს, ასე ვთქვათ, რომელიც გაფრთხილებაში აწინეს, გაფრთხილებაში ეწეოდა. გოგა მემანიშვილმა წესი უნდა იცოდეს, რომ არავინ არ ეკითხება მას რა აწყობს და რა საერთოდ. საკმარისია შეგვიძლია განცხადება და მორჩამით. არანაირი მაგნებართო მათგან არ გჭირდება. ვერამდენი ხდება, რომ ეს კაცი მოდის და ისეთ რაღაცებს ითხოვს, რაც კანონში არ წერია და კანონის ენდ გოლაპარაკება თან. ანუ იმ დროს, როდესაც აბსოლუტურად ნებისმიერ კანონის მიღება შეუძლიათ და კიდე თავისივე დაწერ გუშინ წინ გამოქვეყნებულ კანონებსაც კი ვერ განმარტავენ სწორად, უკვე მართლა ჩდება კითხვის ნიშანი, რომ შეუძლია თუ არა ამ ადამიანს წერა-კითხვა. დავაანონსეთ ერთ-ერთ აქციაზე ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ საჯარო დაამტკიცოს გოგა მემანიშვილმა, რომ წერა-კითხვა იცის. რაც არ უნდა თქვას ახლა გინა გოგა მემანიშვილმა, გინა ლევან მაისურაძემ, სულ ერთია და ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას. თუნდაც ადმინისტრაციული დაკავება იყოს ეს, თუნდაც სისხლის დაკავება იყოს. როდესაც სპორტსმენები, ესე ვთქვათ, და სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ესე ვთქვათ, ძირითადად ვარჯიშს და სხვა რაღაცებს უთმობენ დროს და სწავლისთვის ნაკლებად რჩება დრო ხდებიან, ზოგი პრეზიდენტი, ზოგი პარლამენტის თავმჯდომარე, ზოგი ესე ვთქვათ, პარლამენტის წევრი, ბუნებრივია ესეთი რაღაცები მოხდება, იმიტომ რომ ისინი არც უფიქრდებიან, ყველაფერზე თავს უქნევენ და შეიძლება წითელსა და მწვანეს ესე ვთქვათ, თითის დაჭერაზე ძალიან დიდხანს ვარჯიშობენ ხოლმე, რომ არ შეეშალო და სწორედ მისცენ ხმა. გოგა მემანიშვილმა საჯაროდ დაგვიმტკიცოს, რომ წერა-კითხვა იცის. ეს არის ახალი მოთხოვნა აქციის მონაწილეების. უშუალოდ ამ სახელისა და ქოლგის ქვეშ აქცია გაიმართება 22 დეკემბერს. განცხადება უკვე დაწერილია, ასევე დღესაც იგეგმება დაუმორჩილებლობის აქტი დედაქალაქის მთავარ გამზერზე. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვერც გოგა მემანიშვილი და ვერც ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი ვერ შეუშლიან ხელს ამ პროტესტების მიმდინარეობას, რადგან მათი განმარტებით ამ დრომდე ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა მათი დემოკრატიული გამოხატვის ფორმები
ყოფილიყო დაცული. გარდა ამისა, ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც აღნიშნეს, რომ მათ არ ეკრძალებათ კანონით, მათ შორის ისიც, რომ იქ ჩაატარონ აქცია, სადაც თავად სურს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 3 დღიანი გონივრული ვადა იმისთვის, რომ თუ კი თავად სურს რაიმე კორექტირება შეიტანოს ამ იმ ლოკაციაში, ეს ყველაფერი მოაგვაროს პროტესტის მონაწილეებთან თუ მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან, თუმცა რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვადაც ხელიდან გაუშვა, აქედან გამომდინარე მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ აქვთ ლეგიტიმური უფლება იმისა, სადაც თავად სურთ, იქ გავიდნენ. ამიტომ დღეს პარლამენტის მიმდებარედ ისევე როგორც წინა პერიოდის განმავლობაში ტრადიციული აქცია გაიმართება. მადლობა, ეს იყო ხატია სამხარაძე, ეს კი იყო პირველები 6 ერთმანეთს შეხვდებით 7-ზე, TV პირველზე უწყებთ პირდაპირ ეთერს კი დიანა წაპაიძე გააქცია.